წალკა პირველი აისფესტი. Hi. მაშასე დავიწყოთ მასტერ-კლასი პატარა გამოცდილება რაც მაქვს გაგიზიარებთ. პირველ რიგში უდიდესი მადლობა, უღრმესი მადლობა ყველას მოსვლისთვის. ესე იგი მე ვარ ლევან თასოშვილი, სპინინგისტი, სპორტსმენი ბეთევზე და პარალელურად აი ზამთარში ყინულითაც ვერთობი ხოლმე რა. ყინულიდან თევზაობის წესი პირველი. არ ვჭამთ ყვითელ თოვლს. ეს ის ხუმრობით, მაგრამ რეალურად ის შეიძლება იყოს ვისკი და დათვრით. პირველი დავიწყოთ უსაფრთხოების საკითხებით. უპირველესი ალბათ არის რომ ფეხი აგიცურდეს, იმიტომ რომ ერთი დიდი ბანანის ქერქია და კი ნახეთ ახლა აქამდე მოხვედით და როგორც ცურავს. ერთი ეგ არის და მეორე შეიძლება ყინული ჩაგიტყდეს, ჩავარდე და დასველდე. ვიცავთ ის შესაბამის ფეხსაცმელს წრიაპებით, რომ ნახოთ რა არის წრიაპი, მაგალითად აი ესეთი ვარიანტია, რკინის ესე თქვათ შიპები და მაგი გაძლევს საშუალებას რო არ იცურავო. მეორე ყინულის სისქე. ყინული არის ახალი, ვეძახით ახალ ყინულს და არის ძველი ყინული. ეს რას ნიშნავს? ესე იგი შეიძლება ახალი ყინული არის, როცა ანუ ტბა იყინება. ეს არის ჩვენ შემთხვევაში დეკემბრის ბოლო, იანვრის დასაწყისი. შესაბამისად, რო იყინება ყინული და ახალს რასაც ვეძახით, შეიძლება 5-7 სანტიმეტრი ყინული, სანტიმეტრის სისქის ყინულმა თავისუფლად გაგიძლოს და უპრობლემოდ იარო ითევზაო. მაგრამ აი როცა გადმობისკენ მიდის მარტისკენ, მაგალითად მე შარშან აქ ვითევზავე 12 მარტს და კიდე კაი ყინული იყო. აი შეიძლება გადმობისკენ 20 სანტიმეტრი ყინულიც კი საშიში იყოს. აი ეს ფაქტორია გასათვალისწინებელი. ანუ პერიოდი, ახალი ყინული შეიძლება იყოს სისქის მიხედვით საკმაოდ თხელი და მყარი, მაგრამ ძველი ყინული ორი იმ სისქე შეიძლება იყოს უფრო ფხვიერი და არამდგრადი. როგორ უნდა გაიხრიტოს ყინული და როგორ გაიზომოს. ხო, არასდროს არ დაარტყათ ესე ყინულზე. აი ეს არ დაარტყათ, ეს არ გახრიტავს ყინულს, პირიქით დანაგაფუჭდება, გატყდება, ფოლადია და მაგიტო. უბრალოდ დავდებთ და ერთი ხელი სახის წინ, რომელიც გვაქვს ფაქტობრივად უძრავია და მეორე ხელით ვატრიალებთ. ძალიან ოდნავი დაწოლა უნდა, დიდი დაწოლა არ უნდა. ვატრიალებთ და თავისთვის ბურღავს. ჩავედით, ესე იგი გავხრიტეთ და ვაკეთებთ ეგეთ რაღაცას. ბოლომდე ჩავალთ და ერთი მკვეთრი ამოსვნით ამოუსვავთ ზემოთ. მერე ფეხით გადავყრით ამ ნახერხს. ნახერხი კიდევ რჩება შიგნით. ზოგი მეთევზის კოვზი როა მაგას იყენებს, მაგრამ ჩემთვის ცოტა მოუხერხებელია და დაიხარე ზედმეტი მოძრაობა და ის. მე მაგალითად ჩავდებ ამას 1-2 всё, სუფთაა. ნახერხი აღარ არის იმაში, დახვრეტში შეგიძლია ითევზაო. მოკლედ ავარჩიეთ ადგილი, გავხრიტეთ და ვიწყებთ თევზაობას. ეს არის ბალანსირი სატყუ არა, ერთ-ერთი მყარი სატყუ არა, რომლითაც სტანდარტულად ვიწყებ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დიდი განიერი თამაშია გარბის შორს, გვიანს აკეთებს, მერე ტრიალდება და ამბობენ რომ დაახლოებით 10 მეტრის დიამეტრში იზიდავს თევზს შორიდან. საკმაოდ დიდი მანძილია, 10 მეტრი არ არის პატარა მანძილი, ჯამში საკმაოდ დიდი მანძილია. ამიტომ აქტიურ თევზს ვეძებთ ბალანსირით. პოულობთ ფსკერს, საკმაოდ ღრმა არის აქ. ზუა მოეშვა, ესე იგი ფსკერზე ვართ. ქორჩილა მაგალითად არის ისეთი ტიპი, რომელიც ძირითადად ფსკერთან ახლოს არის და ფსკერთან ახლოს იჭირება. ამიტომ ვიწყებთ ფსკერით.
ფსკერზე ჩავიდა. რამდენჯერმე დავაკაკუნეთ ფსკერზე. რა თქმა უნდა, იქ ლექის ღრუბელი ამოდის და ეს დამატებით მიზიდულობაა თევზისთვის. და მე უკვე ვიწყებთ ესეთ გატარებას. პაუზის გარეშე, რო შორი შეიძლება ეხა თევზი იყოს, მაგრამ არ უნდა აცადო პაუზას, იმიტომ არ აკეთებ, რომ შეიძლება იყოს 2-3 თევზი და ეგრევე დაიჭერ. მაგრამ ეგრევე დაჭერა იცი რატოა ცუდი? ეგრევე რომ დაიჭერ, შეიძლება ეს ხვრელი მოკლა. ამიტომ თუ იქ თევზი არის და ეს 2-3 თევზი წარმოვიდგინოთ, რომ დასდევს ამ სატყუარას, ამ მოძრაობაში შორიდან კიდე დამატებით თევზები მოდიან. ამიტომ პაუზას არ ვაკეთებთ. 4-5 მაღალი გატარება, ეს არის მოსაზიდი გატარება, ესე დავარქვათ. მერე ფსკერიდან დაახლოებით 10-15-20 სანტიმეტრი ამოვდივართ და უკვე ვიწყებთ გატარებას, რომელიც საჭიროა თევზის დაჭერისთვის. პაუზა და პატარა წამორტყმა. წამოვარტყი, მიეცი პაუზა. წამოვარტყი, პაუზა. აქ ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის ჩვენი სატყუარა. აი ხა წარმოვიდგინოთ თევზი მივიდა ამ სატყუარასთან და უყურებს. მთავარი მომენტი არის სატყუარას რომ წამოვახტუნებთ, ისევ იმ ადგილას დაბრუნდეს. ანუ თევზი უყურებს აქ, შენ რომ წამოვახტუნე და აი დავუშვათ ახლა უყურეთ ხელს. წამოვახტუნე და ესე გავაჩერე, ხო? ხო შეიცვალა მდებარეობა სატყუარა. თევზი აქ იყო, ახლა აქ არის და აღარ მოწონს რა. შეიძლება აქტიური კი, მაგრამ პასიური არ აიღებს ამას. ამიტომ დაწყების ვარიანტში შეგვიძლია ხელი დააშველო და აი ესე დადო და სატყუარა აი ესე მარტივად დაუბრუნო თავის ადგილს. აი ეს აღარ გაგექცევა რა. წამოვარტყი, მივიდა თავის ადგილას. მივიდა თავის ადგილას. და აკეთებ პაუზებს. მოკლედ აი ესეთი მოზიდვის შემდეგ დაჭერის 5-6 გატარება გავაკეთეთ. არაფერი არ არის, ხო? არც ჩარტყმა არის, არც დაჭერა არის, ისევ ვაკეთებთ 4-5 დიდ გატარებას პაუზების გარეშე. ანუ სატყუარა რო ჩადის ხელში გძნობ, რომ აი დუმ დაეცა, ანუ უკვე დაეცა. კიდევ დიდი გატარება გავაკეთეთ, არაფერი. ანუ გავატარეთ, კიდევ ცადეთ პაუზებით. კიდევ ფსკერი აუმღვრიეთ, მაინც არაფერი. 3-4 წუთი საკმარისია. გადადიხარ სხვაგან ხრით. აი ეგ არის მთელი მუღამი. დიდხანს აზრი არაა გაჩერებას, თუ არის, შეიძლება აქ იყოს თევზი რაღაცა 5-4-5, შეიძლება 2 თევზი იყოს და უყურებდეს და რაღაც ნახევარ საათში აიღოს, მაგრამ აი არ ღირს მაგაზე ლოდინი და მაგაზე დროის ხარჯვა, იმიტომ რომ შეიძლება სხვაგან ბევრად მეტი იყოს და ბევრად აქტიური თევზი. ამიტომ უნდა ეძებო აქტიური თევზი. ეს არის როგორც სპინინგი, აი როგორც სპინინგი, ბევრი სიარული და მერე თევზის დაჭერა. ესე იგი, ჩემს სიგნალს დაელოდეთ და შეგვიძლია გავიშალოთ, სატყუარებს დაგირიგებთ, ვისაც გინდათ, ვისაც შეგპირდით, მოდით აქ და მოგცემთ. კი, და აი დამბა რო არის, იმის იქით არ მივდივართ. აი მორიგი თევზი დაიჭირეს. რამდენი თევზი ყავს? შეგვიძლია თეორია ეს. აჰა, შვენიერი. ესეთი ამბავია. კი, პირველად ვარ. ძალიან საინტერესოა. პირველი გამოცდილებაა ზოგადად ჩემი ყინული. მე მგონი ნელ-ნელა აქტიური გახდება ჩემ ცხოვრებაში. წალკა პირველი აისფესტი. დასაწყისში მასტერკლასი იყო და ეხლა ტურნირი მიმდინარეობს. ჯერ არის, ვინც იცის იჭერს. ბევრი გამოუცდელია და ბევრი ახალბედაა, მაგრამ ნიუანსებს ამუღამებენ. და რავი, ამეთი კარგია. მე მგონი ცუდი დღე არ უნდა იყოს. წინ კიდე კარგი საინტერესო რაღაცები გველოდება მესამე ტაიმის სახით. კი, პირველი გამოცდილება არის. თავიდან ძალიან მეშინოდა, მაგრამ ეხლა გაუთამამდი და ცოტა დავსრიალებ და ვეთამაშები. ძალიან კარგად არის ორგანიზებული, ძალიან მეგობრული გარემოა, რაც ყველაზე მთავარია და მასტერკლასიც ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო. აი ესე მაგის მიხედვით თევზაობს. მადლობა. ლევანამ ზაფხულის თევზაობაზე უკვე შემსვა. და ეხა ისეთი მასტერკლასი ქონდა, რომ
აგერ ყინულზეც დავიწყე და რამოდენიმე თევზი დავიჭირე. ძალიან სასიამოვნო სათევზაოა, ამინდის კარგი დაგუნთხვა. ორგანიზება არის ძალიან კარგი და ყველას ურჩევ, ვისაც თევზაობა უყვარს, მოვიდეს და ისიამოვნოს. აი პირველი თევზიც დაიჭირა. მე მგონი პირველი თევზია შენ ცხოვრებაში თუ ყინულიდან? ხო, ყინულიდან პირველი თევზე. ხო, ძალიან მაგარი გილოცავ. ეს ერთი სხვა მრავალია, ბავ შენ იცი. ყინულზე ვთევზაო პირველად და ცოტა მიმართლებს. როგორც პირველჯერ შეეფერება, საინტერესოა. როგორც ასეთ თეორიულად შევისწავლე, სანამ მოვიდოდი და აქ უკვე რაღაცა შემზადებული ვიყავი, მაგრამ განწყობა მქონდა რა ისეთი. სპორტული. თვითონ სემინარი საინტერესო იყო. ლევანის სემინარებით ხელმძღვანელობ. არუჩე გიჟური წერა წავიდა რა ადგილი იპოვეს ბიჭებმა და შვენიერი წერა წავიდა. აქეთ უკვე ესეთი ამბავი გვაქვს. ეს არის კონკრეტული ფორმულის მიგნება. არა ლევან? ჩემი ხელნაკეთია. ლევანოს ხელნაკეთი სატყუარეთ. შვენიერი აქეთ კაი ჭერა წავიდა. აქ პატარა მაცივარია მოხოდილი. ეს უშენი დაჭერილია? ოჩა ხაი. პირველად ახარ ყინულზე. გამოცდილება აქ პირველად არ არის ყინულზე და გატარებაზეც კი ეთყობა. აი აქ ესეთი ამბავია. შვენიერი. აი ესეთი ამბავია, შვენიერი ჭერა. ყველა მონაწილე მშვენივრად იჭერს. აი, მორიგი მონაწილეს მშვენიერი შედეგი. რაზე აქტიურობს უფრო? მე ხა ყანყალაზე ვიჭერ. ყანყალაზე მოდიოდა თუ ბალანსირზე? ბიჭო, ორივეზე მოდის რა. ძალიან აქტიურად გულს მივადექი. ეხლა. აი თითქმის ყველა ჩაშვებაზე თევზს ვიჭერ რა. აფსის ნახე, ამდენი. გადავედით აწონვებზე. გიორგი შენგელია 1300 გრამი. ლაშა ხიზანიშვილის შედეგი. 1735. ხიზანიშვილი ხო? ოპა, ეს შედეგი. ოპა. მაქსიმალი. 2645. 2645 მაქსიმალი. ია მალე შედეგი. მამაშვილი მოვიდნენ და მაგრად იჭირეს. 1940 ილია მალე. 1940. აი თომას შედეგი. აბაიაძე. თომა რამდენი წლის ხარ? 8 წლის თომა. 8 წლის თომა აბაიაძეს შედეგი. მოდი. 885 გრამი. 885 გრამი. აკაკის შედეგი. აკაკი დრამერ ხარებაშვილი. ავანოლეთ და წავიდა. ვარდეც 580. 26 მონაწილე იყო თუ არ ვცდები. უმეტესობამ თევზი დაიჭირა. გამარჯვებული გამოვლინდა თევზის აწონვით. ჩათვლაში იყო მხოლოდ ცოცხალი ქორჩილა და ყველა თევზი უკლებლივ დაუბრუნდა წყალსაცავს. დავიწყოთ მესამე ადგილით 1940 გრამი.
კილო 940. ილია მალი. უკრაინა. ილია ყოჩა, გილოცავ. ილია მიცის ქართული. ილია სიგელი ჩვენგან და საჩუგარი ჩვენგან. ბრავო ილია. მამიკო მასწავლა თევზაო. ბრავო. მეორე ადგილი 2580 გრამი. აკაკი დრამერ ხარებაშვილი. დრამერ, ჩემი მოსწავლე. ბრავო დრამერ. სიგელი სამახსოვრო გაყინული ებისუ და სუპერ. ხო გინდა დაიჯოხი? მაგარია. დაგათათი. ბრავო, გილოცავ. და პირველი ადგილი 2645 გრამი. მაქსიმ მალი, უკრაინა. მამაშვილი. კიდე გაიცოლი არ წამოიყვანეთ. ბრავო. დიდი მადლობა. ბრავო მაქს. სიგელი ჩვენგან, საჩუქარი ჩვენგან. გილოცავ. შობოლში ტიპერ მოჯა. და. ბრავო მაქს, ბრავო. რაღაცა იცი შენ. და მეოთხე ადგილი 1735 გრამი. ლაშა ხიზანიშვილი. ლაშა საჩუქარი არაფერია, მაგრამ გილოცავ. ბრავო. ოჩახ. პირველი ჯერისთვის ძალიან კაი შედეგია. ერთი სატყუარით, ერთი ანკესით. მაგრამ ჩემი სატყუ არა იყო. ბრავო, მოკლედ ეგეთი ამბები იყო ბიჭებო. ამინდმა მე მგონი შეგვიწყო ხელი, მაგრამ ეხლა მწვადაობისთვის ცოტა ნიავია და ნიავი საჭიროა რომ გაღვივდეს ნაკოჩხალი. გლინტვენი არ გაცივდეს თავარია. დიდი მადლობა. აქვე ვიტყვი რომ ესე ვაანონსებ და სტარტავთ ებისუ ესე სტარტავს სატურნირე განრიგს, სატურნირე კალენდარს, ასე ვთქვათ, ეს იყო სამოყვარულო ფესტივალი, მაგრამ აპრილიდან სრულმასშტაბიანი ტურნირებით შევუერთდებით ქართულ სპორტულ თევზჭერას და იმედია გაგაკვირვებთ და გაგახარებთ. ბრავო და მადლობა. მადლობა რომ მოხვედით. ახლა მწვადზე